მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ბათუმში რესტორანში მამაკაცი ჩაცხრილეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით დაიწყო. ინფორმაციას შსს-ში გვიდასტურებენ. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მამაკაცს რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი. ჩამტვრეულია რესტორნის მინები. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მოკვლეულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108 და 236 მუხლით დაიწყო. რაც განზრახ მკვლელობას და სასროლი იარაღის უკანონო შენახვა შეძენა ტარებას გულისხმობს. ოთხი წელი და 6 თვე მიუსაჯეს პროევროპულ აქციაზე მონაწილე ანდრი კვარაცხელიას. გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი. კვარაცხელიას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან. ცნობისთვის კვარაცხელიას საქმეში არ არის პოლიციელი, რომელიც ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილის სროლის შედეგად დაზიანდა. თუმცა გედედეს ორ თანამშრომელს, რომლებმაც სასამართლოს ხდომაზე თქვეს, რომ მოლოტოვის კოქტეილი არ მოხვედრიათ და მხოლოდ ასფალტზე გაჩენილი ცეცხლი ჩააქრეს. დაზარალებული სტატუსი აქვთ. ევროკავშირი საქართველოსგან განახლებულ ინფორმაციას ელოდება აგვისტოს ბოლომდე. თუ საკითხი გადაუჭრელი დარჩება, ამან შესაძლებელია უვიზო მიმოსვლას შეეხოს, აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. განცხადებაში მოცემულია რეკომენდაციები ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და თავისუფლების შემზღუდავი კანონების გაუქმების და ანტიკორუფციული ძალისხმევის გაძლიერების მიმართულებით. აქვე მიუთითებენ, რომ თუ საკითხები გადაუჭრელი დარჩება, შედეგი უვიზო რეჟიმის სრული შეჩერებაა. რას ამბობენ ქართულ ოცნებაში? სადაო ლეგიტიმაციის მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საკითხს სპეკულაციას უწოდებს და ამბობს, რომ ციტატა უვიზო მიმოსვლა არის ტექნიკური საკითხი. შენ გიწევს რიგში დგომა ან არ გიწევს. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა ბენეფიციარების პერსონალური ინფორმაციის გაცემაზე გადაწყვეტილების შეჩერება მოითხოვა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია საფარი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კომიტეტმა საქართველოს მოუწოდა თავი შეიკავოს ბენეფიციარების პირადი ინფორმაციის გამოთხოვის, გასაჯაროების და გადაცემისგან ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის ანტიკორუფციული ბიუროსთვის. CRC მსგავსი პრაქტიკა გამოიყენა ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ბენეფიციარების საქმეზე. 17 მაისს საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა განაცხადა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ რუსული კანონის აღსრულება დაიწყო და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ორგანიზაციებს თხოვდნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს. 21-23 ივლისს მთაში 36, ბარში კი 40 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური, სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშეწყობის პირობებს წარმოადგენს. ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვევით ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ.